სერიოზული პრობლემები შეექმნა. თუმცა მოუყვეთ თავიდან. ჩვენი გმირი ყოველთვის ბევრს მუშაობდა. მას შრომა არ ცხენოდა და ყველანაირ საქმეს ერთნაირი სიამაყით ასრულებდა. უკაცრავად თავის სამუშაოს ასრულებდა. მართალია შრომა შესაბამისად არ უნაზღაურდებოდა, მაგრამ რას იზარ? ასე გადიოდა დრო. ბოლოს და ბოლოს ჩვენს გმირს მობეზრდა გაჭირვებაში ცხოვრება და მუშაობა დაიწყო მისთვის არც თუ ისე სასიამოვნო ადგილას. მართალია სამუშაოს ახალის ვერ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ხელფასი ძალიან ახარებდა ჩვენს გმირს. მოკლედ იგი კმაყოფილი იყო. ხო, სულ დაგვავიწყდა გვეთქვა. ჩვენი გმირი ძალიან მოეწონა ახალ ხელმძღვანელს. მართალია შეფი ოდნავ შეუხედავი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ხელგაშლილი. უკაცრავად? ხო, ხელგაშლილი იყო. მოკლედ, ჩვენი გმირი სამუშაო ნელ-ნელა შეფის კაბინეტს. მალე კი უშუალოდ შეფს დაუკავშირდა. ქალმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, პრაქტიკული არჩევანი გააკეთა. იგი ცოლად გაჰყვა მდიდარ შეფს. მართალია ჩვენი გმირი არც თუ ისე ბედნიერი იყო, მაგრამ სამაგიეროდ მას ჰქონდა ყველაფერი, რაზეც კი ოცნებობდა იქამდე, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი გმირის ქმარი ცუდ ხასიათზე არ დაბრუნდა სახლში. როგორც გაირკვა, მეუღლეს სამსახურში პრობლემები ჰქონდა და ამ პრობლემების მოგვარებისათვის აუცილებელი იყო თავისი და ასევე მეუღლის სახლის დაგირავება. მცირე ხნით. თუმცა მცირე ხანი ძალიან გაგრძელდა და ჩვენი გმირები უბინაოდ დაჩნდნენ. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი სიმდიდრის მოყვარული გმირი ხელცარიელი დარჩა ქუჩაში. თავის ოდნავ შეუხედავ მეუღლესთან ერთად. სამწუხაროდ. ქორწინება ზეცაში წყდება. ადამიანთა დაწყვილება ამაღლებული და გამოუცნობი საიდუმლოებაა. რაღაც სიდუმალი ძალა უბიძგებს ქალსა და ვაჟს, რომ ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირონ საკუთარი ბედი და ცხოვრების დარჩენილი წლები სიამტკილობაში განვლო. მაგრამ ასე აკიეს, მხოლოდ ამ მიზნით ქორწინდებიან ადამიანები. თუ არსებობს სხვა, უფრო მერკანტილური მოსაზრებები. ამ და სხვა თემების გასარკვევად ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს გავესაუბრეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. წვალება იქნება, გაჭირვება, სიყვარული გადაგატანინებს და ანგარებით გაყოლას რასაკვირველია, არავის არ ურჩევდი. უზრუნველყოფილი გექნება ცხოვრება და მე მგონი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანგარება საერთოდ არ მოსვის ცხოვრებაში. არც ერთ სფეროში. დარგი ნახავთ ოჯახების სიყვარულით შექმნილი და ძალიან ცუდი ფორმით დანგრეული და ანგარებით შექმნილი და ბოლომდე ერთად დაბერებულები. მე მგონი სიყვარულია მთავარი, ხო? ანგარებით როგორ უნდა გათხოვდე? რომ თხოვდებიან იქ მე ვამართლებ ამას, იმიტომ რომ აქ მართლაც ესეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ანგარებით მართლა ძალიან ხშირია ესეთი ქორწინებები და რა ვიცი. მისაღები არ არის ახლა ანგარებით ქორწინება, იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი ერთ დღეს დაიმსხვრეს, არა? უკვე იქ აღარაფერი აღარ რჩება ცარიელი ადგილი. საიდან შემოიჭრეს მანკიერი თვისება ჩვენს გარემოში და საერთოდ ამართლებს ის ანგარიში, რასაც ანგარება ჰქვით. დღეს არ შემოსულა ეს მოდაში. ადრე ცხოვრდებოდნენ მე-12-შიც, მე-13-შიც, მე-16-შიც. მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ალბათ უმეტესად უფრო რაღაც ეკონომიური სარჩული უდეს ამას ყველაფერს. აღარ ეძებენ სიყვარულს უკვე. ისეთი ცხოვრება, რომ სიყვარულს საათაში ერთი რომ სადღაცა ვიღაცას გაუმართოს, და დანარჩენი უფრო ფულის გულისთვისა. თუ ადამიანმა გადაწყვიტა რომ ფულს გააყვეს, ეს ფული ცხოვრების ბოლომდე შერჩა, მაშინ ცხოვრების ბოლომდე იქნებიან ბედნიერები. საქართველოში სტატისტიკა რომ არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი გულისპირას. და ასე იყო. თხოვდებოდნენ და თხოვდებოდნენ სიმდიდრის მოყვარული ქალები.
მიხვებოდნენ და მიხვებოდნენ უცხოელებს ცოლად. მათემატიკა და ანგარიში ჩვენ ჩვენებური ვიცით. ჩვენ სახელმძღვანელოებში ბატონო უცხოელი მათხოვარი ქართველი პრინცის ტოლია. ხო და სხვას თუ ვერაფერს გამოვკარით ხელი, სხვა ქვეყნის შუქს და ალს მაინც შევიგზავნით. თვლა და ანგარიში კარგი ვიცით და ცოტა თუ უცხოენაშიც გავარჯიშდით, მერე რაღა გვიჭირსო. ასე იყო ოდითგანვე. გათხოვება ერთხელ ჭირდა, თორე მეორედ და მესამედ უკეთესი პარტიაც მოიძებნებაო. უცხოური კანონები ადამიანებზე ზრუნავს და თუ პრობლემა შეგვექმნა, სამშობლოსგან მოშორებულ ხალხს გაჭირვებაში რავად აგვაგდებს. ხო და თქვენ რაც გინდათ ისე ფიქრეთ. თქვენებური ანგარება ჩვენ ენაზე ანგარიშს ნიშნავს, თანაც სარფიანსო. აბა ჩვენ საუბრობდით თემაზე, რომელსაც მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ერქვა ანგარება. იგივე თემას დღეს პრაქტიკულობა ჰქვია. აბა